გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მე გასწავლით მუსიკას კინოფილმიდან პროფესიონალი ლევენტ ლეგრი, კომპოზიტორი ენიო მორიკონე. აი აქ რო დაწერია ეს მეოთხე ნოტი და უდრის 72-ს, ეს არის ტემპი, ანუ მეტრონომი რო დადო თქვენ და დააყენოთ 72-ზე, ნუ მაგ ტემპში უნდა დაუკრათ. აქ ცოტა უჩვეულო ის არის, რომ საგასაღებო ნიშნებში რომ წერია ფა ძიეზ და დო ძიეზის შემდეგ, სადაც ფა და დო შეგხვდება, იქ არ უნდა ეწეროს წესით, მაგრამ ზოგან უწერია, ნუ ხა არაფერი პრობლემა ამაში არ არის, უბრალოდ არ დაგაბნიოთ ამან, წესით არ უნდა ეწეროს. ახლა ნახოთ, პატარა შესავალი ნაწილი აქვს, მარჯვენა ხელი უკრავს და მარცხენა ხელი ისვენებს, პაუზა აქვს და შემდეგ გადავდივართ უკვე ასე ვთქვათ, პირველ ნაწილზე. შემდეგ გადადის, ნახეთ, ტონალობა იცვლება და აქვს 3 ბემოლი, ეს არის უკვე მესამე ხაზი რომ თავდება, ნახეთ, მეოთხე ხაზიდან. აი აქ დანომრილია, ხედავთ, 5 მარცხენა მხარეს, ეს სანოტო სისტემასთან 8, 11, 14, 17. ეს რო აი გადავიდეთ, რომ მივაგნოთ, აი ხო რო გითხრათ, მაგალითად ესე კი არ გითხრათ, რომ ეგ რაღაცა მეორე ხაზი მესამე, აი 8 სადაც წერია 11, მე-11 ნაწილზე, ხო, მე-14-ზე, აი აქ რო გადავიდეთ. მარტივად. მაგიტომ წერია ეს ციფრები, ამანაც არ დაგვაბნიოს. ნახეთ, აქვს მერე 3 ბემოლი, სი ბემოლ, მი ბემოლ, ლა ბემოლ. და რომ დავამთავრებთ ამ ნაწილს, 2 ვოლტა აქვს, ხო, რომ დავამთავრებთ ამ ნაწილს. შემდეგ რეპრიზაზე მოვდივართ ისევ და ვიწყებთ აი პირველი ნაწილიდან და შემდეგ ვასრულებთ მეორე ვოლტათი. აი ეს არის ეს ნაწილები, რისგანაც შედგება ეს ნაწარმოები. ეხლა აქ კიდე შენიშნავს, რომ აი აწერეთ B, M, E, M, დო ძიეზ, M და ასე შემდეგ და ეს არის აკორდები, გიტარის აკორდები და ნუ ამასაც ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ეხლა მოდით დავიწყოთ გარჩევს, იგი 4 მეოთხედია, ნახეთ როგორი საინტერესო არის პირველი ტაქტი. ესე იგი ნოტები თქვენ პრინციპში იცით ნოტების კითხვა, ამიტომ მე ხა აღარ დავასახელებ ხოლმე პირველი ოქტავის არის მეორე ოქტავის, ხანდისხან ვიტყვი ხოლმე რომელ ოქტავას ეკუთვნის ესა თუ ის ნოტი, თუ არის თქვა დამატებით ხაზზე. თუ სხვა რა მიზეზის გამო ჩავთვლი საჭიროთ ამის თქმას. ვხედავთ, რომ ესეთი საინტერესო არის პირველი ტაქტი, არის სის უწერია წერტილი და ვიცით ჩვენ ეს რომ არის აი ამ ნოტას, რომელსაც უწერია, რათულაც აქვს იმის ნახევრამდე რომ გავახანგრძლივოთ, ესე იგი 1 ო, ხო? მეოთხედი რო, ესე იგი მერვე კიდე რომ დავიჭიროთ. 1 ო, სიზე და რი იქნება ეს დო ძიეზი. და ნახეთ, საამი ი იქნება აი ეს შემდეგი ნოტები და 4 იქნება ბოლო რე. ნახეთ, ახლა ეს როგორ იქნება დაკვრაში 1 2 3 4. გამიგეთ? შემდეგ მოდით ერთხელ კიდე გაჩვენოთ. ნახეთ? და შემდეგ მეორე ტაქტი მი, მეორე ოქტავის და მი ძიეზი, ანუ ფა. აი ეს არის შესავალი. ეხლა არის ნახეთ პირველი ნაწილის პირველი ტაქტი. ფა ძიეზ, აი წეღა რო გითხართ, ხო, უწერია, ხო, აქ ფა ძიეზი არ უნდა ეწეროს, იმიტომ რომ იქ წინ აქვს მაგას ფა ძიეზი უკვე გასაღებში უწერია, მაგრამ უწერია არა უშავს. ესე იგი ნახეთ, ფა ძიეზი 1, შემდეგ სი 2 და აი ეს სი არის მეორე ოქტავის, მიაქციეთ ყურადღება, პირველი დამატებითი ხაზის ზევით წერია, ხო? ესე იგი პირველ დამატებით ხაზზე ჩვენ ვიცით რომ ლა არის და მის ზევით სი უბრალოდ შეგახსენებთ. ესე იგი 1 2 3 და ნახეთ ეს ო4, აი 3 ნოტი, რომელიც წერია, აქაც არ უნდა ფა ძიეზ ძიეზი წინ, რადგან გასაღებში უწერია, ესე იგი არის ო4. ნახეთ, უფრო სწრაფად უნდა დაუკრათ და მივიდეთ ლამდეში. ნახეთ 1 2 3 4, აი ესე უნდა დაუკრათ. და შემდეგ სოლ 1 2 3 4. შემდეგ ნახოთ მეორე ხაზზე 1 2 3
4 1 2 3 4 ანუ ნოტებს ვამბობ მეხუთე რო არის ეს ნაწილი რო აწერია მი ლა მეორე ოქტავის მი სოლ ფაძიეზ ისე ვაკაც შეიძლება არ ეწეროს დიეზი და ეხლა მეორე ხაზის ბოლო ტაქტი ნახეთ რე სოლ ნახეთ რე მი ფაძიეზ აი ასე ესე იგი 1 2 3 4 და გადავდივარ მესამე ხაზზე რვიანი რო აწერია მარცხნივ აი საუნა მიეჩვევით შეგახსენებთ ორივენაირად გეტყვით ხოლმე მი 1 2 3 4 და შემდეგ ნახეთ დოძიეს ფაძიეს ეხლა უყურეთ აქ როგორ საინტერესო მომენტია დოძიეზმი აი ნახეთ ესე იგი ვახაგრძლილებთ იმ მის ცოტა შევაყოვნებთ და რე და ეს რე მოკლედ იკვრება. ეხლა რატო? ანუ გადანაწილებულია თვლა ისე რომ გამოვიდეს 4. 1 2 3 4. გამიგეთ? აი 4. და 1 2 მესამე ხაზის ბოლო ტაქტი 3 პაუზა პაუზა და 4 და აქ უწერია უკვე ფაზ ბეკარი, იმიტომ რომ ფაძიეზი აღარ გვჭირდება. ეხლა მოდით გავარჩიოთ პირველი ხაზის ანუ პირველი ხაზის და პირველი ნაწილის მარცხენა ხელი და ვეცადოთ რომ აი ჩავსვათ ეს პირველი ნაწილის პირველი და მეორე შესავლის გარეშე რომ შესავალს აღარ გავიმეორო პირველი და მეორე ტაქტი. ნახეთ მარცხენა ხელში რა ხდება? მარცხენა ხელში არის ბანის გასაღები და სამსამად უნდა დაუკრათ. აქაც ფაძიეზი უწერია, რაც არ უნდა, სასრულე ზედმეტია. თითები აწერია, მეხუთე, მესამე, მეორე. ნუ მე თუ მაგალითად სხვა თითით ავიღებ, გეტყვით. შემდეგში არ აწერია, იგივე სიმეორებთ. ესე იგი, იგივე თითებს რა. ეს არის ერთნაირი კომბინაციები ხა აქ ნახეთ. ესე იგი, როგორ უკრავთ? აი ამ სამეულს უკრავთ როგორც ერთი თვლა. ნახეთ E1 O2 3 O4 ნახეთ E1 O2 3 O4 ესე უკრავთ. ეხლა ნახეთ რა გერებია. Si re მცირე ნახეთ დიდი ოქტავის Si-ში ვართ და მე მცირე ოქტავაში მოვდივართ, ხო? E1 ესე იგი Si re ფაძიეს Si ფაძიეს რე ისევ Si re ფაძიეს Si ფაძიეს რე ახლა როგორ უკრავთ? ნახე მარჯვენა ხელთან ერთად. აი ამ სისთან ერთად. ნახეთ 1 2 3 და ახლა აი ამ სისთან ერთად მარცხენა ხელთან უკრავთ ფასოლ უცებ ნახეთ მიხვდით? ესე იგი და აი ფაძიეს და ლას უკრავთ ერთად. და ნახეთ სოლ მარჯვენა ხელში და მარცხენაში ნახოთ რა ნოტებია. მცირე ოქტავაში ვართ. E1 mi sol si მე დავუკარი აქ წერია მეხუთე, მეოთხე, მეორე, პირველი, მეორე, აი ესეთი თითები წერია მეხუთე, მეოთხე, მეორე, პირველი, მეორე, მეოთხე. ნახოთ ახლა კი კარგად წერია თითები. ესე იგი E1 mi sol si და შემდეგ ნახეთ მეორე დამატებით ხაზზე ბანის გასაღებში პირველზე ხო დოა ზედა დამატებითებზე. მეორეზე არის mi პირველი ოქტავის. შემდეგ ისევ si და solში მოდის. ნახეთ E1 O2 3 mi O4 ერთნაირად. ესე იგი გამოვიდა ესეთი რაღაც. აბა ნახოთ თავიდან გადავიდეთ მეორე ხაზზე. მარცხენა ხელში ვნახოთ რა ხდება. ლა დიდ ოქტავაში ვართ.
დოძიეს, აქაც ეს დოძიეს ზედმეტია, რადგან უწერია გასაღებში. ლა დოძიეს მი, აქ ესე წერია, თითები და მომწონს. ლა მი დოძიეს, ესე იგი 1 2 3 4 დავუკრათ მიმოვხდით კიდე გაჩვენებთ ნახეთ 1 2 ლა ეხლა სამი ეხლა ნახეთ 4 ერთად ხო ეხლა გადავედით აქ ფაზიეზი გვაქვს მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელში გვაქვს რე ფაზიეს ლა შემდეგ ნახეთ პირველი ხაზი ზემოთ არის რე პირველი ოქტავის ხო ნახეთ 1 2 3 4 მარცხენა ხელი და ერთად ესე ნახეთ 1 2 3 4 და შემდეგ ნახეთ მეორე ხაზის ბოლო ტაქტი მარცხენა ხელში არის დიდ ოქტავაში ვართ აქ ნახოთ რა ნოტები წერია ნუ რაღაც მე-13-ით წერია რა ვიცი მე მაგალითად მე-4-ით მშვენივრად ვუკრავ აქ თუმცა მოდით ავიღოთ აბა მე-13 როგორც წერია ესე იგი სოლ დიდი ოქტავი სი რე მცირე ოქტავაში გადმოვედით სოლ რე სი სოლ სი რე სოლ რე სი ესე იგი ერთი ორი სამი ოთხი ეხლა მოდით მარჯვენა ხელთან ერთად შევაერთოთ ნახეთ რე სოლ სოლ და მე რო გითხრათ რე მი სწრაფად და ფაზიეზი აბა ნახოთ 1 2 3 უყურეთ აი ამ სოლთან და რესთან ერთად ფაზიეს გავიგეთ ხო? მოდით ერთხელაც გაჩვენებთ ესე იგი მე უკრავ მესამე მეორე და მეორე თითით უკრავ რატომღაც ესე უფრო მიმაჩნია სწორად აქ უწერიათ ესე ნახეთ რეზე მესამე აი ეხლა მაგალითად მე-5 თითი რო ფაზიეს მოახვედრო უფრო რთული არის ვიდრე რომ აიღო და მე-4 თითი მოახვედრო. ნუ ჩემი სუბიექტური აზრია. ვიღაცას თუ უფრო გეკომფორტებათ რომ ესე მე-3, მე-4, მე-5 თითით დავკრათ, კი ბატონო, მაგრამ აცდენის ალბათობა უფრო ბევრი დიდი არის ესე მე-5 თითით რომ ფაზიეზი აიღოთ. და გადმოვედით მე-3 ხაზზე, მიგვაქვს მეორე ოქტავის მარჯვენა ხელში, მარცხენა ხელში ისევ ესე ზედმეტად უწერია დო ძიეზი. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს და აბა თითები შევამოწმოთ და ნოტები ვნახოთ. ესე იგი მცირე ოქტავაში ვართ. დო ძიეზ, აი ჯერ როგორ უწერიათ ვნახავ. დო ძიეზ მი, სოლ, შემდეგ ისევ პირველი ოქტავის დო ძიეზ მი, სოლ, 1 2 3 ესე. ესე იგი 1 2 3 4 ნუ შეგიძლიათ ესე დაითვალოთ 1 2 3 4 ხა დავკრათ ერთად და ახლა გადავედით მარჯვენა ხელზე ნუ უკვე ვილაპარაკეთ რომ ძიეზები ზედმეტად უწერია ზოგან და აღარ განვიმეოროთ მოდი ესენი ახლა ნახოთ რა ხდება აქ დიდ ოქტავაში ვართ და პირველი ხაზის ქვემოთ, პირველ ხაზზე ხოთ ვიცით ჩვენ რომ სოლი იწერება ეს გვახსოვს და მის ქვემოთ არის ფა და ნუ ფა ძიეზი უნდა იყოს. ფა ძიეზ, შემდეგ არის ლა ძიეზი, აი დიდ ოქტავაში ნახეთ. შემდეგ დო ძიეზი, აი და ფა ძიეზი უკვე მაშინ მცირე ოქტავაში ნახეთ. დიდი ოქტავიდან ვიწყებთ მცირე ოქტავაში მოძრაობ, დიდი და მცირეში. 1 2 3 მომწონს თითები დავტოვოთ ესე ნახეთ. დილა დაგიკრავთ. აი ხა ნახეთ ის მომენტი რო გითხარით. მიხდით აი ეს ცოტა შეყოვნება იქ მისთან და რე. აი ხა რესთან ერთად ვუკრავთ ნახეთ
si, re, აქ მესამეთი უწერიათ თვითონ si, re, fa diez, ისევ si, ოღონდ მცირე ოქტავის fa diez, re, si, ნახეთ si, re, fa diez, si, fa diez, re და შემდეგ გადავდივართ sol, si, re, sol. და აქ მთავრდება პირველი ნაწილი, მაგრამ ჯერ შევაერთოთ, ნახეთ. 1 2 3 აი რო გითხართ, ნახეთ, მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელს დავთვალოთ. 1 2 და 2-ის მერე ავიღეთ მარჯვენა ხელი, sa, მარჯვენა ხელში ნახეთ, sa, mi, o, მარცხენა 4-ს ხო ამბობს მარცხენა ხელი, მაგრამ უკვე os რო ვიტყვი, 3 i, ანუ ნახეთ. და შემდეგ გადავდივართ შემდეგ მეორე ნაწილზე. ეხლა რა ხდება მეორე ნაწილში, როგორც წეგან აღნიშნეთ, უკვე სამი ბემოლია, si bemol, mi bemol, la bemoli. მოდით ვნახოთ მარჯვენა ხელში რა ხდება. sol, do. ის არის მეორე დამატებითი ხაზი რო წერია, მესამე ოქტავის do უკვე. ეხლა ნახეთ, ზუსტად იგივე, ცოტა სწრაფად რო უნდა დავუკრათ აქ, ნახეთ, sol, si bemol, si. ესე იგი 1 2 3 4 ეხლა ნახეთ ისა, არა, მოდით ჯერ გავარჩიოთ მარჯვენა ხელი მაინც ცოტა და ერთის ტრიქონი გავარჩიოთ, მოდით მარჯვენა ხელი და შევაერთოთ. ესე იგი 1 ნომერი რო წერია იმასთან სისტემასთან, ნახეთ, იქ ვუკრავთ 1 2 3 4 და შემდეგ ისევ არის ლა ბემოლი, ნახეთ 1 2 3 4 ეხლა უყურეთ fa, si bemol, ოღონდ მეორე ოქტავის უყურეთ. აქაც წერია მესამე 4 მეხუთე თითი და მე ვიღებ და რეკომენდაციას გიწევთ აიღოთ მეორე, მესამე, მეოთხე თითით. ესე იგი fa sol la. ესე იგი 1 რო დაგითვალოთ, ხო? 1 2 3 4 აი ასეთნაირად. და შემდეგ ბოლო წინა ხაზი არის 1 2 3 4. მოთ აქამდე შევაერთოთ და მე გავაგრძელოთ, თორემ მუსიკალური ფრაზაც იყოს. გავაკეთოთ ესე იგი. ახლა მარცხენა ხელში რა ხდება? ბოლოდან მესამე ხაზი, თავიდან მეოთხე ხაზი. ნახოთ, უყურეთ, მცირე ოქტავაში ვართ, ნახეთ, do მეხუთე თითით, mi bemol, sol, პირველი ოქტავის do, mi bemol, sol, do, mi bemol, sol, do, mi bemol, sol. ხა ნახეთ, დავუკრათ აბა. 1 2 რო გითხარით, ნახეთ, ხო დავუკრავთ ისე დოსთან ერთად. და 3 si bemolთან. ეხლა la bemoli გვაქვს მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელში გვაქვს მეხუთე თითით ვიწყებთ fa, la bemol, do. ნახეთ, პირველი და მეორე დამატებითი ხაზი ზევით. პირველზე do, მეორეზე mi და fa არის, ხო? პირველი ოქტავის, ესე იგი 1 o ri sa a mi o 4. ეხლა ერთად 1 o ri sa a mi o 4 და ეხლა ნახოთ მარცხენა ხელი. ესე იგი si bemol, დიდ ოქტავაში ვართ, მერე re, fa, si bemol, fa, re. იგივე. და აქაც უნდა მოვასწროთ იმ ორი
ნოტის სწრაფად აღება თვალში. ნახეთ, ესე იგი ფა, სი ბემოლ, ფა, სოლ, ლა ბემოლ არის მარჯვენა ხელში. აბა ნახოთ. 1 2 3 4 ნახეთ, ეხლა სი ბემოლთან ერთად 4 და სოლ არის მარჯვენა ხელში. მეორე ოქტავის ახლა მარცხენაში ნახოთ մի ბემოლ, სოლ, სი ბემოლი ისედაც გვაქვს, ხო? აი აქ არ უწერია და სწორედ ვერ წერია. მე არის մի ბემოლი, ხა რაღაცა უწერია, ნუ მოკლედ ცოტა არეული არის ეს, მაგრამ არა უშავს. ხელს არ გვიშლის, ანუ ნახეთ, სი ბემოლ, մի ბემოლ, სოლ, სი ბემოლ, մի ბემოლ, სი ბემოლ, სოლ. ურეთ? ეს ეხლა ერთად. 1 2 აქამდე ვისწავლეთ, ხო? ეხლა გავაგრძელოთ, ესე იგი, ბოლოდან მეორე ხაზი, მეორე ტაქტი. մի ბემოლ, ლა ბემოლ, ლა ბემოლ. ნახეთ, მე մի ბემოლ, ფა, სოლ. ისევ სწრაფად, ესე იგი, 1 2 3 4 1 2 3 4 ფა არის, ხო? ეხლა გავაკეთოთ მარცხენა ხელი. ნახეთ, ისევ დიდ ოქტავაში ვართ. ესე იგი, ლა ბემოლ, დო, մի ბემოლ, ლა ბემოლ, მცირე ოქტავაში გადმოვედით, մի ბემოლ, დო, ლა ბემოლ, დო, մի ბემოლ, ლა ბემოლ, დო, մի ბემოლ. აბა გავაკეთოთ ეხლა მარჯვენა ხელთან ერთად. 1 2 3 ნახეთ, 4 ეხლა ფასთან ერთად ვნახოთ რა უნდა ავიღოთ. რე, ფა, ლა ბემოლ, ისევ პირველი ხაზიზე ვით რე, ლა ბემოლ, ფა, რე, ფა, ლა ბემოლ, რე, ლა ბემოლ, ფა. ესე იგი ესე. ეხლა ბოლო ხაზს ვარჩევთ. ნახეთ, რე, სოლ, სოლ, რე, ფა, մի ბემოლ, մի ბემოლ. 1 2 3 4, ხო? 1 2 3 4 1 2 3 4 და პირველ ვოლტამდე მოვედით. ეხლა მოდით მარცხენა ხელით გავარჩიოთ ბოლო სტრიქონის. დიდ ოქტავაში ვართ. სოლ, სი, რე, მცირე ოქტავისკენ მოვდივართ. სოლ, რე, სი, სოლ, სი, რე, სოლ, რე, სი. ნახოთ. 1 2 3 4 გამიგეთ? აი ესე 4. ეხლა გადმოვიდეთ մի ბემოლთან პირველ ვოლტაზე და მარცხენა ხელში არის დო, մի ბემოლ, სოლ, დოლ, სოლ, մի ბემოლ. ეს პირველი. და შემდეგ არის ნახეთ ლა ბემოლ, დო, մի ბემოლ, ლა ბემოლ. ნახეთ როგორ დავუკრავთ ერთად. ჯერ დაგითვლით. 1 2 ნახეთ 3 4, ხო? მეოთხედი არის ბოლო ნოტა. 1 2 3 4 და ნახეთ შემდეგ დახურვის ნიშანი არის, ხო? სტრიქოს რეპრიზა და ორი წერტილი რო აქ ეს არის რეპრიზა. გვახსოვს არის გამეორება იქ და პირველი ნაწილი რო იწყება, აი აქ უნდა გადავიდეთ ისე. გავაჩქარებ რომ ნუ მოკლედ წამოვალთ და რომ მოვალთ. ნახეთ, ეხლა ბოლო ხაზის პირველ ტაქტამდე ნახეთ. და შემდეგ გადავდივართ მეორე ვოლტაზე. მეორე ვოლტაში დო წერია, მარჯვენა ხელში და მარცხენა ხელში არის დო, մի ბემოლ, სოლ, დო, სოლ, մի ბემოლ, დო. ესე იგი 1 2 და ნახევარი ნოტია 3 4. იმედია მოგეწონათ. გისურვებთ წარმატებებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ, მოგწერეთ კომენტარები. მომავალ შეხვედრამდე.